წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხელფასიდან ყოველთვიურად ასობით ლარი ქრება. არა საკვებში, არა მოგზაურობაში, ის უბრალოდ ქრება. ეს არის ვალის ფასი. დღეს მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რას გვართმევს ბანკის ან სწრაფი სესხის პროცენტები და რატომ არის ვალი არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ფსიქოლოგიური მახე, რომელიც ჩვენს სიმშვიდეს იპარავს. პროცენტების მათემატიკა. რამდენს ვკარგავთ? დავიწყოთ ცივი ციფრებით. როცა ნივთს განვადებით ან სესხით ვყიდულობთ, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ერთ ყოველთვიურ გადასახადს. თვეში 50 ლარი. რა მარტივად ჟღერს, მაგრამ მოდით შევხედოთ რეალობას ცივი გონებით. სამომხმარებლო სესხები ხშირად რეალური პროცენტი 15-დან 30-მდეა. ეხლა შევხედოთ საკრედიტო ბარათები და სწრაფი სესხები. აქ პროცენტი კიდევ უფრო კატასტროფულია, ხშირად 40-ს აჭარბებს. რას ნიშნავს ეს? თუ თქვენ აიღეთ 5,000 ლარიანი სესხი 3 წლით, მაღალი პროცენტის შემთხვევაში თქვენ ბანკს უკან უბრუნებთ არა 5,000 ლარს, არამედ 7,500 ან 8,000 ლარს. უხილავი მტერი და ფსიქოლოგიური სტრესი. მე გეტყვით, რომ ფული არ არის ყველაზე დიდი დანაკარგი. ყველაზე ძვირი, რასაც ვალში ვიხდით, არის ჩვენი სიმშვიდე. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვალები აქვთ, 3-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან დეპრესიითა და შფოთვით აშლილობით. რატომ? რა ხდება ესე? მუდმივი შიში და ფიქრები. რა მოხდება თუ სამსახურს დავკარგავ? რა მოხდება თუ ავად გავხდები? თავისუფლების დაკარგვა. თქვენ ვეღარ ტოვებთ სამსახურს, რომელიც გძულთ, რადგან იცით, რომ მომავალ თვეში ბანკისგან SMS-ი მოგივათ. თქვენ ხვდებით, რომ თქვენივე ვალების მძევალი ხართ. ოჯახური კონფლიქტები. სტატისტიკურად წყვილების დაშორების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური უთანხმოება და ვალებისგან გამოწვეული სტრესია. ვალი არ არის მხოლოდ ფინანსური ვალდებულება, ეს არის მძიმე ტვირთი, რომელიც ყოველ დღე მხრებით დაგაქვთ. თუ ამ ვიდეოს უყურებთ და ფიქრობთ, ეს ჩემზეა, მეც ამ ჭაობში ვარ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი არსებობს. თუ ბევრი ვალი არ გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ 3 ნაბიჯიანი სტრატეგია. პირველი, ჩამოწერეთ თქვენი ვალები და ნუ შეგეშინდებათ ამ ციფრების დანახვის. მეორე, შეაჩერეთ ზრდა, უთხარით საკუთარ თავს არა. აღარანაირი ახალი განვადება და საკრედიტო ბარათი. მესამე, გამოიყენეთ სტრატეგია თოვლის გუნდის. დაიწყეთ ყველაზე პატარა ვალის გადახდით და ყოველ დახურულ საკრედიტო ბარათი თუ ვალი მოგცემთ სიმშვიდის და სიმსუბუქის შეგრძნებას. ეხლა თუ ბევრი ვალები გაქვთ, პირველი, ისევ ჩამოწერეთ თქვენი ვალები. ოღონდ ამჯერად ვალის გვერდზე პროცენტები მიუწერეთ. მაგალითად, სამომხმარებლო 5,000 ლარი, 30%, სწრაფი სესხი 400 ლარი, 40%, ლომბარდი, მანქანის ლიზინგი და ასე შემდეგ. გვერდზე ყოველთვის პროცენტებს უწერთ. ეხლა აქედან უნდა ამოერჩიოთ ისეთი სესხი, რომელსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს. ჩვენს შემთხვევაში მაგალითის სახით მოცემულია 30 და 40%, ანუ ირჩევთ 40%-ს. მერე ყველა სხვა სესხებზე მხოლოდ მინიმალური გადასახადი გაქვთ. თუმცა, სანამ ამ მაღალი პროცენტიანი სესხის დაფარვას დაიწყებთ, ჯერ უნდა მოაგროვოთ 300-დან 500 ლარამდე. ეს იმისთვის არის, რომ შექმნათ თქვენი ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა. თუ უცებ მანქანა გაგიფუშტათ ან კბილი აქტკივდათ, რაიმე მინიმალური მაინც გადანახული რომ გქონდეთ.
და როცა ცოტა ფული უკვე გვერდზე გაქვთ გადანახული, ეხლა შეიძლება ვალების დაფარვა. დაიწყოთ და ეს გადანახული ფული დაგეხმარებათ იმაში, რომ თუ კიდევ დამატებით რაიმე არასწორად წავიდა, ახალი ვალები რომ აღარ აიღოთ. იხდით ჯერ ყველაზე მაღალ პროცენტიან სესხს. აქ ხშირად ხდება, რომ თქვენ იხდით, მაგრამ ძირი თითქოს არ იფარება. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ ზუსტად იმდენი შეგაქვთ, რამდენსაც ბანკი ან სწრაფი სესხი გთხოვთ. მაგრამ ამჯერად ესე არ უნდა მოიქცეთ და ორჯერ მეტი უნდა შეიტანოთ. ანუ თუ გაქვთ 100 ლარი შესატანი, აქედან ფულის დიდი ნაწილი მაინც პროცენტებში წაგივათ და ძირი ისევ დაუფარავი დაგრჩებათ. ამიტომ 100 ლარიდან ძირზეც რომ რაღაც წავიდეს, უნდა შეიტანოთ 100-ის ნაცვლად 200. და თუ უცებ მაგდენი არ გაქვთ, იმდენი შეიტანეთ, რამდენიც გაქვთ. აქ ყველა ზედმეტი გადახდილი თანხა თქვენს სასიკეთოდ მუშაობს და გეხმარებათ ძირის დაფარვაში. მერე, როცა ეს მაღალ პროცენტიანი სესხის გაისტუმრებთ, მიხვდებით, რომ ხელფასიდან ოდნავ მეტი ფული დაგრჩათ. არ იყიდოთ არაფერი მაგ მორჩენილი ფულით. გაუშვით შემდეგი ვალის დასაფარად, რომელსაც შემდეგი ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს და ასე შემდეგ, იქამდე, სანამ ყველას არ დაფარავთ. და ამ დროის განმავლობაში გადაიხდით ყველა სხვა ვალზე მხოლოდ მინიმალური თანხა. დროთა განმავლობაში, თუ ახალი ვალი არ აიღეთ, ეს სტრატეგია მართლა დაგეხმარებათ ვალების დაფარვაში. და როცა ყველა ვალს გაისტუმრებთ, თქვენი ხელფასი თქვენ დაგრჩებათ. მერე შეგიძლიათ ფულის ფასიან ქაღალდებში ჩადება, ინვესტირება და ასე შემდეგ. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. გახსოვდეთ, ნუ შეაჭმევთ თქვენს ნერვებს და ჯანმრთელობას ბანკებს. მეტი ასეთი კონტენტისთვის გამოიწერეთ ჩემი არხი. ნახვამდის.